მოგესალმებით, ეს Tech Informია, გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლურდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. Apple-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს Google-ი შექმნის. ეს არის ძალიან არანორმალური სიახლე და მარტივად რომ ვთქვათ, ალბათ საფლავში ბრუნავს Steve Jobs-ი ამ ინფორმაციის გაგონებაზე, იმიტომ რომ არ უნდა ეკადრებოდეს ამ ხელა წარმატების მქონე და ამ ხელა მნიშვნელობის მქონე კომპანიას, რომ დამოკიდებული იყოს სხვა მით უმეტეს კონკურენტ კომპანიაზე. ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც პერიოდში განიხილებოდა მცირე მასშტაბის დამწყები სტარტაპის შეძენა და მისი დახმარებით განვითარება Apple Intelligence-ის, რომელიც უნდა ყოფილიყო და წესით კი წარგვიდგინეს და რაც გამოვიდა, მე მგონი არც არავის არ უნახავს, მათ შორის Tim Cook-ს. თუმცა საბოლოოდ იმხელა ჩამორჩენა აქვს უკვე კომპანიას ამ მიმართულებით და იმხელა წარმატებას აღწევენ მისი კონკურენტები და ეს იმდენად აზიანებს კომპანიის რეპუტაციას, რომ საბოლოოდ ამჯობინეს სულ არაფერს Google-ისთვის მიემართათ და მისგან მიეღოთ დახმარება. რას მოიცავს ეს დახმარება? Google-ი ყოველწლიურად $1 მილიარდ მიიღებს Apple-ისგან იმისთვის, რომ თავისი Gemini-ის ტექნოლოგია გაუზიაროს, ოღონ რეალურად პარალელური ხელოვნური ინტელექტი შეიქმნება, რაც ცხადია Google-ის შესაძლებლობების გათვალისწინებით რეალურად მაინც მოგცემს საშუალებას, რომ გჯეროდეს, რომ Apple-ს ექნება თავისი ხელოვნური ინტელექტი და მისი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია რისკები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ახლავს. ერთი მხრივ იმ კუთხით, რომ ორი კომპანია, ორი ტექ გიგანტი, როცა ერთ ხელოვნურ ინტელექტზე, ერთ სისტემაზე იქნება დაფუძნებული, თუ გაჩნდება იმის ალბათობა და რისკი, რომ დაიჰაკოს მაგალითად ერთი სისტემა, ეს ფაქტობრივად პარალელურად შექმნის მეორესთვისაც საფრთხეს, რასთან მუშაობაც ცხადია მოუწევს ორივე კომპანიას და რისკან თავის დაზღვევას და მეტი უზრუნველყოფას უსაფრთხოების ორივე კომპანიას მოუწევს, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია, სხვათა შორის განიხილებოდა კიდევ ერთ კომპანიასთან, Anthropic-თან მუშაობა იყო ვარიანტი, რომ Anthropic შეექმნა, თუმცა საბოლოოდ გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად და გაცილებით უფრო ეფექტური პროდუქტი შეცავაზე იმ მარტივი მიზეზის გამო აირჩია ცხადია Apple-მა Google Gemini, რომ ის არის უკვე გამოცდილი, დატესტილი რეალური პროდუქტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად არის Apple-ისთვის არც ისე სახარბიელო, ეს წარმოაჩენს კომპანიას როგორც სუსტს და გარკვეულწილად მატყუარას იმ თვალსაზრისით, რომ 2000 როცა წარადგინეს Apple Intelligence-ი, მთელ მსოფლიოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ნამდვილად რევოლუციურ პროდუქტს ვიხილავდით, თუმცა ბოლოს Google-ის იმედად დაუდგათ საქმე. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ძალაში უკვე შესულია, დაწყებული აქვს Google-ს მუშაობა და 2026 წლის დასაწყისში Apple-ის მომხმარებლებს, მათ შორის მეც მექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ ვიხილო Apple-ის ხელოვნური ინტელექტი Google-ის დახმარებით. ხო და აქ უნდა დავამატოთ აუცილებლად ის, რომ ყველაფერი რაც პრეზენტაციაზე ვიხილეთ, აღმოჩნდა რეალურად ფალსიფიკაცია და ყოველი ეს იყო CGI-ით დადგმული ტესტი, არც ერთი ფუნქციონალი იმ ფორმით უკვე აღარ იქნება, რაც Apple-მა აჩვენა, რადგანაც მაშინ იყო ჩაფიქრებული, სწორედ ადგილობრივი AI-ის განვითარება, მათ შორის ერთ-ერთი ფოკუსი იყო იმაზე, რომ Apple პირად მონაცემებს არ ატვირთავდა cloud-ზე და ყველაფერს დაამუშავებდა ლოკალურად. ეს უკვე არის გამორიცხული, ვინაიდან საქმე გვაქვს Gemini-ისთან, რომელიც თავისი არსით არის Google-ის სერვერზე, ანუ ინფორმაცია უნდა გავიდეს მოწყობილობიდან, სხვანაირად AI ვერ იმუშავებს. ასევე ის ფუნქციონალი, რაც თავდაპირველად წარმოადგინეს Apple Intelligence-ის პრეზენტაციაზე, შეიძლება ან შეცვლილი იქნეს, ან ზუსტად ისეთი აღარ იქნეს, როგორც თავიდან გვანახეს და ეს რაღაცნაირად უკვე მიუთითებს იმაზე, რომ მოტყუდნენ როგორც მომხმარებლები, ასევე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოტყუდნენ ინვესტორები. ანუ ადამიანები, რომლებსაც ჩადეს ინვესტიცია კომპანიაში, იმიტომ რომ მათ დააპირება ჰქონდათ, რომ მიიღებდნენ Apple Intelligence, გამოდის რომ მიიღეს კონტრაქტორი Google-ი. და თუ ადამიანს უნდოდა მაგალითად Google-ში ინვესტირება, პირდაპირ Google-ში ჩადებდა Apple-ს და არც Apple-ს გავლით Google-ის სერვერში, რაც საერთოდ არსებითად სხვა რამეა. ეს დაახლოებით იგივე რამ არის, რომ მაგალითად Apple-მა თქვას, ჩვენ შევქმნით ახალ ავტომობილებს და შემდეგ გამოაცხადეს, რომ აი Tesla შექმნის. ჩვენს ავტომობილს უბრალოდ ლოგო ექნება Apple-ის, აი ეს იქნება ჩვენი ინოვაცია. აბსოლუტურად სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, ეს გამოიწვევს ძალიან დიდი ვარაუდით სასამართლო დავას კოლექტიურს ინვესტორების მხრიდან, რადგანაც როგორც თქვი, მილიონობით ინვესტორი და მომხმარებელი იქნა მოტყუებული. არ აქვს მნიშვნელობა ეს ყველაფერი კარგად დასრულდებოდა თუ ცუდად, ფაქტი ფაქტად რჩება, Apple-ს გამოვიდა
თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყუილი და პრეზენტაცია, რაც რატომ იყო ასე, ეს უკვე სხვა საკითხია, ეს მენეჯმენტს უნდა მოვკითხოთ ამაზე პასუხი ტექნიკურ ჯგუფს თუ Tim Cook-ს, რომელსაც შეიძლება ამის გამო გადადგომაც კი მოუწიოს, ეს უკვე საერთოდ ისედაც მიდის და ალბათ მოიმიზეზოს კიდევაც ამას. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ სწორედ ინვესტორების მხრიდან ზეწოლა იქნება, რადგანაც Apple-ს, ანუ 4 ტრილიონიან კომპანიას ტყუილი არ ეკადრება. ეს არის კომპანია, რომელიც დგას თავის რეპუტაციაზე და სტატუსზე. მის გარეშე Apple დიდად ღირებული კომპანია და 4 ტრილიონიანი არ არის. Steve Jobs-ი ახლა რო იყოს, ნამდვილად შეიძლება ამდღარ იყო და მთელი მენეჯმენტი გაეშვა სახლში, რადგანაც Apple ასეთ რამეს წესით არ უნდა აკეთებდეს, თუმცა რა ვქნათ, მივედით ამ სამწუხარო მოცემულობამდე. დრო ვისაუბროთ აი ამ ადამიანზე. ეს არის Michael Burry, ბევრისათვის კარგად ცნობილი ინვესტორი, hedge fund Scion Asset Management-ის ხელმძღვანელი და ფილმ The Big Short-ის მთავარი ფიგურა. ამ ფილმში ის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ფუნქციას. ის არის ადამიანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა 2008 წლის ფინანსური კრიზისი რამდენიმე წლით ადრე და არა უბრალოდ თქვა, რომ რაღაც სხვა ცუდად იქნება ამბავი, არა. სპეციალურად წავიდა და თავისი ფონდის აქტივები დადო საწინააღმდეგო ფსონად უძრავი ქონების სექტორთან მიმართებით. მარტივად რომ ვთქვათ, მან თქვა, რომ თუ კი უძრავი ქონების სექტორი 2008 წელს ჩამოიშლებოდა, მაშინ მისი hedge fund-ი ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებდა და ეს ასეც მოხდა. და სწორედ ამით ეს ადამიანი გახდა ცნობილი როგორც ერთგვარი წინასწარმეტყველი, მას სხვათა შორის Twitter-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში იცნობენ კასანდრას სახელით. კასანდრა ვიცით, რომ მითოლოგიური არსება, რომელიც წინასწარმეტყველებდა სხვადასხვა სახის არასასიამოვნო მოვლენებს, მაგრამ მას ადამიანები დიდად არ უჯერებდნენ. აი ასეთი ადამიანი არის Michael Burry. ხო, ამერიკელი ვანგა არის ის და მოკლედ ამერიკელი ვანგა ახლა გამოდის Palantir-ის და Nvidia-ს წინააღმდეგ. მოკლედ Burry ამბობს, რომ ამ კომპანიების შეფასება უკვე აღარც რეალურია, აღარც წარმოსახვითია და საერთოდ ყველაფერს მოწყვეტილია. ის იმასაც ამბობს, რომ თუ კი ახალი კრიზისი დაიწყება, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი შეიძლება ძალიან გავდეს, მის სათავეში იქნებიან Nvidia, Palantir, OpenAI და ეს კომპანიები. მათ შეიციდა ზუსტად მათ და მათ მიერ იქნება ეს კრიზისი გამოწვეული, რადგანაც სწორედ ეს კომპანიები აანონსებენ ყოველკვირეულად ერთმანეთში ასობით მილიარდის გარიგებებს და გადაცემა არ გავა ზუსტად და დღესაც გვექნება ასეთი სიახლეები და აი ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ცირკულარული გარიგებების რისკი არსებობს და Burry ფიქრობს, რომ ამ კომპანიების შეფასება უკვე მოწყვეტილია ყველანაირ ლოგიკურ საზღვრებს, არც მოგება აქვს ამ კომპანიებს მომავალთან მიმართებით იმდენად მაღალი, რომ მაგალითად Nvidia იმსახურებდეს 5 ტრილიონის კაპიტალიზაციას და აქ მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. Burry ის საწინააღმდეგო პოზიციას უკვე ოფიციალურად ხსნის ბირჟაზე და სხვადასხვა თავისი ფონდის აქტივების 80% დებს Nvidia-სა და Palantir-ის წინააღმდეგ. იმედი მაინც თლად ბოლომდე დაწესებული არ არის, როგორც 100 დადებდა სხვანაირ შემთხვევაში და მოკლედ თუ ჩამოიქცეოდნენ, იმიტომ რომ როგორც ისი უკვე სუნდა დააქვს საქმე. ეს პოსტი როგორც კი გაგრძელდა, მაშინვე დაეცა ამ კომპანიების შეფასება და ზოგადად გლობალური საფონდო ბირჟაც კი გადააწითლა ამ ერთმა ადამიანმა თავისი ამ განცხადებით. ნუ ეს ზოგადად მოსალოდნელი იყო ჩვენ ყოველთვის როცა რაღაც აღმავალია, მაშინ ველოდებით Burry-ს საიდან გამოჩნდება, რადგანაც ეს ადამიანი არის როგორც სიტყვიან პერმა ბეარი. პერმა ბეარი ასე ტერმინი არსებობს და ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ყოველთვის ნეგატიურად არის განწყობილი და ასეთი ხუმრობაც არსებობს, რომ მან ბოლო 3 ფინანსური კრიზისიდან 50 წინასწარმეტყველა, ანუ უფრო მეტი წინასწარმეტყველება ჰქონდა ფინანსური კრიზისებისა, ვიდრე იყო ფინანსური კრიზისი და არ უნდა გამოვირიცხოთ, რომ შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ 80%-ის დადება არ არის. 80%-ის დადება ნამდვილად ძალიან დიდი მაჩვენებელია და გარკვეულწილად სარგებელი უკვე მიიღო, რადგან როგორც კი ეს პოსტი გამოქვეყნდა, მაშინვე დაეცა Nvidia შეფასება და შეიძლება ის პოზიცია იმ წუთასვე დაეხურა და სარგებელს მაინც მიიღებდა რამდენიმე მილიონისას. ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით, ერთი თვე უნდა გავიდეს ამ ტრეიდების შესამოწმებლად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან გავლენიანი და ცნობილი ინვესტორი და hedge fund-ის მენეჯერი ფსონს დებს AI ინდუსტრიის წინააღმდეგ და ფიქრობს, რომ დღეს ბაზარი ნამდვილად არის სპეკულაციური ბუშტის ფაზაში. ამას სხვადასხვა ბევრი სხვა, ასე ვთქვათ, ცნობილი ადამიანიც ამბობს, მათ შორის ერთ-ერთი არის ამ ბუშტის მონაწილე, ეს არის Jeff Bezos-ი თავისი Amazon-ით, რომელიც ფიქრობს, რომ ინდუსტრია ნამდვილად ბუშტის ფაზაშია, მაგრამ Bezos ეს არ ადარდებს, რადგანაც Bezos-მა უკვე გამოიარა .com-ის ბუშტიც, 2008 წლის ბუშტიც და კიდევ ძალიან ბევრი. მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ ბოლომდე დაზღვეული ამ ციფრებში დაზღვეული რა თქმა უნდა არ არის. არავინ ამ ასე ვთქვათ სპეკულაციური ვაჭრობისგან დაზღვეული რა თქმა უნდა არ არის და შეიძლება კომპანიებმა მართლაც განიცადონ მკვეთრი დაღმასვლა. ამაზე მიუთითებს სწორედ Burry-ს ეს ფონდი, ის რა თქმა უნდა არ ამბობს იმას, რომ Nvidia გააკოტრდება
უბრალოდ ამბობს, რომ Nvidia-ს კაპიტალიზაცია შეიძლება დაეცეს. აი ამაზეა მისი ფსონი ორიენტირებული. მოკლედ ნახოთ, რამდენად გამართლდება ბერის ეს პროგნოზი. იმედი ვიქონიოთ, რომ არ გამართლდება, რადგანაც კიდევ ერთი ახალი ფინანსური კრიზისი არავის არაფერში არ გჭირდება. AI რბოლას ჩინეთი მოიგებს. ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომლისგანაც წესით ასეთი სიტყვები არ უნდა გვესმოდეს. საუბარია ადამიანზე, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელი ეკრანზე ხედავს, Jensen Huangზე. Nvidia-ს ამერიკის ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელზე ვსაუბრობთ. მისი სიტყვებია ეს და ეს არის შოკის მომგვრელი განცხადება მისი მხრიდან, როგორც ადამიანის, რომლის ინტერესშიც არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩეს მუდმივად ლიდერად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხოს ჩინეთის დამარცხება. ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით რო შევადაროთ, როგორც თავის დროზე იყო შეიარაღების ბოლა, ინდონეზია არის ახლა დაინტერესება ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოიგონ ამ მიმართულებით. ეს განცხადება, რომელიც დღეს გააკეთა ფაქტობრივად Jensen Huangმა, არის დაფუძნებული მთლიანად იმ რეალობაზე, რომელიც არის განსხვავებული ჩინეთისა და ამერიკის შემთხვევაში. თუ ჩინეთი ყოველდღიურად რაღაც ნაბიჯს დგავს, ყოველკვირეულად რაღაც სიახლეს აანონსებს, ყოველწლიურად აჯამებს თავის მიღწევებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და რაც მთავარია ხელს უწყობს კომპანიებს განვითარებაში, ამერიკაში და ამაში გულისხმობს სახელმწიფო სუბსიდიებს, ამაში გულისხმობს დახმარებას უნივერსიტეტებში, რომ უფრო მეტი ცოდნა მიიღონ ადამიანებმა. ამ კუთხით ამერიკას ფაქტობრივად მიშვებული აქვს ვითარება და თლიანად დამყარებულია მისი იმედები და მოლოდინები თვითონ ტექნოლოგიური კომპანიების მცდელობებზე, რას გააკეთებენ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. ამ ნაბიჯმა გარკვეულწილად გაამართლა, თუმცა ბოლო პერიოდში ჩინეთი სერიოზულად დაწინაურდა განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან გაიზარდა იქ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დეველოპერების რაოდენობა. გვინდა თუ არ გვინდა ეს სიმართლეა და გსურს თუ არ გსურს ეს არის სიმართლე, რომ ჩინეთი ამ კუთხით უდაოდ არის მოწინავე პოზიციაზე და Nvidia-ს ხელმძღვანელიც ამ კუთხით უკმაყოფილებას გამოთქვას, რომ ის დაპირისპირება, რომელიც ჩინეთსა და ამერიკას შორის არსებობს, Nvidia-ს აცლივს საშუალებას და არ აძლევს საშუალებას, რომ კონდეს ახლო კონტაქტი ამ დეველოპერებთან, რომლებიც საკმაოდ განათლებულები არიან, საკმაოდ ნიჭიერები არიან და Nvidia-ს დაეხმარებოდნენ უფრო მეტად, იმიტომ რომ მის ჩიპებზე იქნებოდნენ დამოკიდებული, მის ცოდნაზე იქნებოდნენ და მათი განათლება დამყარებული იქ განვლილ გამოცდილებაზე. შესაბამისად, Jensen Huang ფიქრობს, რომ თუ ამერიკამ რაღაც ნაბიჯი არ გადადგა, სულ მცირე არ დაასრულა აი ეს ჩიპებთან დაკავშირებული ბრძოლა, ელემენტარულად ამერიკა ამ ბრძოლაში დამარცხდება და ჩინეთი მოიპოვებს უპირატესობას და მიაღწევს იმ შედეგს, როცა ჩინეთი გახდება მსოფლიო ლიდერი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ერთი მხრივ და მითითება ფაქტობრივად ამერიკის ხელისუფლების, რომ ხელისუფლებისთვის, რომ მეტი ნაბიჯი გადადგან. მათ შორის შეუწყონ ხელი ტექნოლოგიური მიმართულებით ცოდნის განვითარებას და გაზრდას, ანუ უფრო მეტი დაფინანსება ჩადონ უნივერსიტეტებში, სასწავლებლებში, დაეხმარონ ახალგაზრდა განათლებულ ადამიანებს და მეორე მხრივ დაასრულონ ის კონფლიქტი, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ ამერიკას და Nvidia-ს აზიანებს ამ ვითარებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. Huang-ის სხვადასხვის ცოტა ხნის წინ საუბრობდა სამუშაო ვიზების შეზღუდვის საკითხზეც, H1B სტილის ვიზა ვიცით რომ უკვე გადასახადს შეიცავს საკმაოდ დიდს და H1B ვიზა არის რეალურად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ამერიკაში ძალიან ბევრი უკიდურესად ჭკვიანი ადამიანი იყრის თავს, მათ შორის Jensen Huang, რომელიც ამერიკელი არ არის წარმოშობით. და მათ შორის AMD-ის ხელმძღვანელი და კიდევ ძალიან ბევრი ანტრეპრენიორი, ასევე პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი Elon Musk, რომელიც აგრეთვე ამერიკელი არ არის. აი H1B-ის გარეშე ეს ადამიანები ამერიკაში ვერასოდეს მოხვდებოდნენ. და როდესაც ამერიკის მთავრობა სამუშაო ვიზაზე გადასახადს აწესებს, თანაც ძალიან მაღალს, ეს იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ჭკვიანი და პერსპექტიული ადამიანი ამერიკას თავს აარიდებს და ისინი წავლენ სხვა მიმართულებით კი ჩინეთს აქვს საპირისპირო პოლიტიკა და პირიქით ხელს უწყობს დაინტერესებულ უცხოელ კვლევარებს, ინჟინრებს, ჭკვიან ადამიანებს, რათა ჩავიდნენ იქ და იმუშაოს ჩინური კომპანიები. კი, რა თქმა უნდა და მათ შორის ძალიან ბევრი ინიციატივას ახორციელებს ადგილობრივი კამპუსების განვითარებისათვის. აი ამ სისტემის გარეშე ამერიკას ვერ ექნება მუდმივი მიწოდება ტალანტისა და ტალანტის გარეშე ტექნოლოგია არ ვითარდება, ვაკუუმში ვერაფერს ვერ შექმნით. შესაბამისად, აქ პირდაპირ თუ ირიბად, Huang-ი იმაზე საუბრობს, რომ ტრამპის ეს პოლიტიკა, რომელიც მან მიიღო იმიგრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით,
დაკავშირებით გამოიწვევს ამერიკის ტექნოლოგიურ შეფერხებას. თუ არ იქნებიან ძალიან ჭკვიანი, მოტივირებული, ნიჭიერი ახალგაზრდები, არავინ არ შექმნის მომავლის ტექნოლოგიას. Nvidia-ს ტექნოლოგიაზე გაიზრდებიან მარტივად. ზუსტად, აი ეს არის აქ ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი და ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელსაც ტექ ანტრეპრენერები ძალიან აკრიტიკებენ ბოლო პერიოდში ამერიკასთან მიმართებით, მათ შორის Google-იც არ იარსებებდა. სერგეი ბრინი ვერ აღმოჩნდებოდა ამერიკაში ამ ასე ვთქვათ სისტემის გარეშე და კიდევ ძალიან ბევრი კომპანია უბრალოდ არასოდეს არ დაფუძნდებოდა რომ არა H1B და რომ არა ის სისტემა რაც აქამდე არსებობდა. მოკლედ ამერიკას ცოტა არ იყოს და შეცვლილი აქვს კურსი იმიგრაციასთან დაკავშირებით, რაც ტექნოლოგიური პროგრესის შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელზედაც უკვე არაერთი წარმატებული მეწარმე მკაფიოდ მიუთითებს. AI ინდუსტრიის წახალისების მიზნით ჩინეთის მთავრობა იღებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მასშტაბურ და გრანდიოზულ გადაწყვეტილებას. ჩინეთში ყველაზე მეტად უყვართ სახელმწიფო სუბსიდიები და დაამტკიცეს სუბსიდიების ახალი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს დეიტა ცენტრების ელექტრომოხმარების დაფინანსებას 50%-ით. მარტივად რომ ვთქვათ, დეიტა ცენტრები, როდესაც მოიხმარენ ელექტროენერგიას, 50%-ს ამ ელექტროენერგიის ღირებულებისას დაფარავს სახელმწიფო საკუთარი ბიუჯეტიდან. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული. კი, ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი და აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ის არის, რომ ეს ყველაფერი უკვე ქმნის არაკონკურენტულ გარემოს მთელი პლანეტისთვის. რადგანაც ჩინეთში გამოდის, რომ ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი იქნება მონაცემების დამუშავება და ჩვენ ვიცით, რომ cloud ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიის შექმნას და რაც მთავარია AI-ის გამოკვებას ჭირდება სწორედ data ცენტრების სიმძლავრე და data ცენტრებთან მიმართებით სულ ორი ხარჯია რეალურად. ეს არის ინფრასტრუქტურის ხარჯი, რაც არის თავად შენობა და იქ არსებული კომპიუტერები და ჩიპები და მეორე არის მუდმივი ხარჯი ელექტროენერგია. თუ კი ელექტროენერგიას გაიაფებ ან დაასუბსიდირებ, მაშინ გამოდის, რომ მიიღებ კონკურენტულ უპირატესობას მთელ პლანეტასთან მიმართებით და ეს ისეთი უპირატესობაა, რომ ამ უპირატესობის გამოყენება მარტივად შეუძლიათ ჩინურ კომპანიებს. სწორედ ეს არის მთელი ამოსავალი წერტილი, რადგანაც ჩინეთში ვიცით, რომ კომპანიების ცნება არის ცოტა სხვანაირი. თუ ამერიკის მთავრობას და ამერიკას როგორც ქვეყანას დიდად არ აღელვებს, ვინ იქნება AI ინდუსტრიაში პირველი, ჩინეთში ასეთი თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია, ზუსტად. იგივე რამ არ არის ჩინეთში, ჩინეთს ყავს ესეთი ეროვნული ჩემპიონები, ეს ოფიციალური სია არ არის, მაგრამ ვიცით, რა კომპანიებიც არიან ეროვნული ჩემპიონები, რომლებმაც აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ. ეროვნული ჩემპიონის ესეთი ტრადიციული მაგალითი არის მაგალითად Alibaba, არის Tencent, არის ByteDance, არის Huawei, არის Xiaomi. აი ამ კომპანიებს პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფო ასუბსიდირებს და მიზეზი მარტივია. განაპირობებს შედეგს. კი, განაპირობებს შედეგს, რადგან ამ კომპანიებს აქვს კოლოსალური უპირატესობა, ვიცით რომ Huawei-ს აქვს მიღებული მილიარდობით დოლარის სუბსიდიები, მათ შორის ეროვნული ჩემპიონი არის BYD-ც, რომელიც დღეს თუ გლობალურად უკვე ელექტრომობილების წარმოებაში რაოდენობრივად პირველ ადგილზეა. ბრიტანეთში გადაუხდეს ფოთაშორის Tesla-ს. კი, ზუსტად, მთელი პლანეტის მასშტაბით. ჯერ გაზარდა გასული წლის პერიოდთან ზუსტად, აი ეს არის მის თავარი ამოსავალი წერტილი ეროვნული ჩემპიონები შედეგებს დებენ. როდესაც იღებენ დიდ დაფინანსებას, აი ამის იმედი აქვს ჩინეთს ახლა, ამიტომაც უნდა მას ამ ინდუსტრიის წინ წამოწევა და ჯენსენ ჰუანგის ის გაფრთხილება, რომ ამერიკას გაასწრებს ჩინეთი AI ბოლოში, აი ასეთი გადაწყვეტილებებით არის განპირობებული. აქ ელექტროენერგიას დაასუბსიდირებ, იქ ჩიპების წარმოებას, იქ უცხოელ ინჟინრებს და მეცნიერებს ჩამოიყვან. ზედმეტი ასე ვთქვათ გზებით თუ რითი არ აქვს ამას მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში მიიღებ იმას, რომ ყველაფერი გექნება მისათვის, რომ გაიმარჯვო და მხოლოდ იქ თავისუფალი ბაზარი და ლოზუნგი, რომ შევქმნათ დიდებული პროდუქტი, აღარ გიშველის, რადგანაც კონკურენციაში ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფო ნება, კაპიტალი და მხარდაჭერა, რაც ჩინეთში დღეს ნამდვილად არის. ხო, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ 80 მილიარდიანი პროექტის განხორციელებას აპირებს ამერიკის მთავრობა ბირთვული რეაქტორების მართვის. თუმცა ეს იქნება 2029-2030-იანების წესია. ეგეც ყველაზე კარგი ვარიანტია. იქამდე ჩინეთი სწორად გამოიყენებს თავის რესურსს. ავსტრალიაში Microsoft-ი ახალ ინვესტიციას განახორციელებს და ესეც ამ შემთხვევაში იქნება data ცენტრებთან დაკავშირებული. გადაწყვეტილება ფაქტობრივად უკვე გაფორმებულია. ავსტრალიულ data ცენტრების მშენებელ კომპანია Irens და ამერიკულ ტექ გიგანტ შორის, რომლის ამ გარიგების მოცულობა არის 9.7 თითქმის 10 მილიარდი
დოლარი და პროექტი განხორციელდება 5 წლის განმავლობაში. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ორივე კომპანიისთვის. ერთი მხრივ ირენი მიიღებს ძალიან დიდ შემოსავალს და ძალიან დიდ მოგებას ნახავს და აქვე წინასწარ ჩაუდეს სხვადასხვა კონტრაქტში რომ 20% წინასწარ უნდა გადაუხადოს Microsoft-მა, როგორც ჩანს ისინი შიშობენ რომ უცებ არ გაქნენ უცებ არ გაქნენ ეს კომპანიები და მეორე მხრივ Microsoft-ისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით რომ არ უნდა დაგვავიწყდეს რომელ ქვეყანას სახელმწიფოზე და კუნძულოვან სახელმწიფოზე ფაქტობრივად კონტინენტზე ვსაუბრობთ. ეს არის ძალიან დისტანცირებული დანარჩენი მსოფლიოსაგან და იქ იმ სერვისების მიწოდება, რომლებიც Microsoft სჭირდება და cloud სერვისების მიწოდება, ესეთი მარტივი არ არის. მნიშვნელოვანია ის კონტაქტი, რომელიც უნდა იყოს მუდმივი და რადგან ამერიკაზე მიბმა და ამერიკისგან ზოგადად ჩახსნა უნდა Microsoft ბევრი თავისი cloud მომხმარებლის, მათ შორის ავსტრალიაში, ევროპაში, აფრიკაში ასე შემდეგ. ამ კუთხით ავსტრალიაში ამ ინვესტიციის განხორციელება ძალიან სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მოკლედ ამ ავსტრალიაში მარტივად რომ ვთქვათ 10 მილიარდიანი დატა ცენტრი აშენდება, დატა ცენტრების კომპლექსი მარტივად რომ ვთქვათ, რომელიც ავსტრალიას სრულად ჩამოაშორებს ამერიკის ბაზას, თავისი cloud სერვისი ექნება, თავისი მიწოდება ექნება და იქნება დამოუკიდებელი. ამ თვალსაზრისით, რაც ავსტრალიისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ქვეყნისთვის, რომ აღარ იყოს დამოუკიდებული ამერიკაზე, Microsoft-ისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ მიაწოდოს ყველა სერვისი სწრაფად ამერიკის პრობლემებისგან დამოუკიდებლად და ამერიკაზე აღარ იყოს დამოუკიდებელი და ირენისთვისაც როგორც აღნიშნეთ ეს იქნება ძალიან ჭკვიანური და სწორი ინვესტიცია მისთვის მიღებული. მოკლედ ძალიან საინტერესო იდეაა და კიდევ ერთი ნაბიჯი Microsoft-ისგან რომ გაადიდოს და გააფართოვოს თავისი გავლენა მსოფლიოში. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის ვინაობა გახდა ცნობილი, ცხადია ის დამტკიცებული არ არის, ამისათვის კონგრესმა ხმა უნდა მისცეს და დაუჭიროს ხარი მის კანდიდატურას და ეს ადამიანი უკვე ვიცით რომ ტრამპის მხრიდან არის მხარდაჭერილი, ეს არის ჯარედ აიზეკმენი, რომელიც არის მილიარდერი. მილიარდერია, მისი ქონება ამის 2 მილიარდი დოლარია და ის აქამდეც მოიაზრებოდა სხვადასხვა NASA-ს ხელმძღვანელად, მაგრამ მას შემდეგ ტრამპსა და ილონ მასკს შორის ვიცით რაც მოხდა, არ ვინ ამაზე დეტალურად საუბარი და ამის შემდეგ ამ ადამიანის კანდიდატურა ჩაიხსნა, რადგანაც ის არის მასკის უახლოესი მეგობარი, აგრეთვე SpaceX-ის ინვესტორი და SpaceX-ის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტიც, რადგანაც ის გახდა პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა SpaceX-ის მისიის დახმარებით. მოკლედ ამ ადამიანს კოსმოსი ძალიან უყვარს და ამავდროულად ძალიან ლოგიკურია, რომ ის NASA-ში აღმოჩნდება და სავარაუდოდ იქნება უკვე ხელმძღვანელი, ამის თქმა შეგვიძლია 99%-იანი ალბათობით. თავად ეს ადამიანი კოსმოსური ინდუსტრიიდან არ არის, ის fintech პლატფორმა Shift for Payments-ის დამფუძნებელია, მას 99 წლიდან ხელმძღვანელობს, იგი და ალბათ ამ დროს გაიცნო სწორედ ილონ მასკი, თუმცა არის ენთუზიასტი, რომელსაც ძალიან უყვარს კოსმოსი, უნდა მიმართულებით ინდუსტრიის განვითარება და აქვს ძალიან კონკრეტული ხედვები, როგორც მთვარის, ასევე მარსისა და სხვა პლანეტების კოლონიზაციასთან დაკავშირებით. ანუ ეს არ არის ტრადიციული გაგებით მეცნიერი, რომელიც რაღაცას აკეთებს კვლევის მიზნით. ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდა კონკრეტული შედეგების მიღწევა და მათ შორის კოსმოსური ტურიზმის განვითარება. აქამდე არცეთ NASA-ს ხელმძღვანელს კოსმოსურ ტურიზმზე დიდად არასდროს არ უსაუბრია, ეს ჯერაც მათ წარმოედგინათ ფანტასტიკის სფეროდ, მაგრამ ის არის ილონ მასკის მეგობარი, ილონ მასკი კი სწორედ აი ამ ბიზნესშია შესაბამისად. საინტერესოა, რატომ ესეთი პოზიცია იმ ფონზე, როცა NASA კიდევ უფრო ცდილობს, რომ დისტანცირდეს იმ ფონზე, როგორც უნდა დაშორდეს, თან არა, აი რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ალბათ იფიქრა ტრამპმა და მიხვდა, რომ ზუსტად იფიქრა და მიხვდა, რომ ეს არის ძალიან კარგი კანდიდატი, რომელსაც ყავს კონტაქტები, რომელსაც აქვს ხედვა, რომელსაც ინდუსტრიაში ყველა ენდობა და მოკლედ თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ გაუკეთებს NASA-ს და თანაც მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანი არის ანტრეპრენიორი და NASA სჭირდება ანტრეპრენიორის სათავეში და არც როგორც თქვი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ კვლევა აინტერესებს. მას უნდა კონკრეტული შედეგები, მას ჩაბარდება 25 მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო სტრუქტურა NASA, რომელსაც წინ უნდა გაუძღვეს და ამერიკა გაიყვანოს ახალი ფრონტის წინახაზზე, რომელსაც ალბათ კოსმოსური რბოლა მოიგოს. და კოსმოსური რბოლა მოიგოს, რომელიც ძალიან მალე უკიდურესად აქტუალურ საკითხად იქცევა თუ კი დაუკვირდებით ტექნოლოგიის განვითარების ტენდენციას და ტრაექტორიას. ასეთი იყო დღევანდელი Tech Informe ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებ ჩვენ, ამდენო გადაცემებში გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.